ირიან ფოფხაძე, ამერიკის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის კვლევარი ჩაგურთვება ამერიკის შეერთებულ შტატებიდან. სტუდიაში კი მერე გვეყოლება დავით დარჩიაშვილი, მასთან ერთად შევაფასებთ მომხდარს. მოგესალმებით, ბატონო ირიან. მოდი ვიკითხავ შეერთებულ შტატებში რა რეაქცია მოყვა ნანახს ოვალურ კაბინეტში, ნანახს, რომელიც მანამდე საჯარო სივრცეში ჩვენ არ გვინახავს. პირველ რიგში მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. Რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან რთული სანახავი ჩვენთვის, ყველასთვის, ამერიკის მოქალაქეებისთვის და არა მარტო ამერიკის მოქალაქეებისთვის, როდესაც ესეთი დამოკიდებულება იყო ისეთი ადამიანის მიმართ, ისეთი პოლიტიკური ლიდერის მიმართ, როგორიც არის ზელენსკი. ზელენსკი არა მარტო იცავს თავის ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, არამედ იბრძვის იმ ფასეულობისთვის, რა ფასეულობაზეც თვითონ ამერიკის შეერთებული შტატები დგას. და ცალსახად ეს იყო ძალიან რთული სანახავი და რა თქმა უნდა ეს იყო უპრეცედენტო, მაგრამ აქ ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ამერიკაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, ერთი მხარე ცდილობდა, რომ დაენახებია თავისი ამომრჩევლისთვის, რომ ეს იყო ძალიან ცუდი დამოკიდებულება მოკავშირის მიმართ, პარტნიორის მიმართ, ხოლო მეორე მხარე ცდილობდა, რომ დაუშვა თავისი მესეჯი გაეტანა, რომ რაღაცა ეს იყო უპატივცემულობა თეთრი სახლის მიმართ და იმ დამოკიდებულების მიმართ, რა დამოკიდებულების გატარებასაც ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს დაუშვათ ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. მოდი ჩაგეკითხებით, ბატონო ირიან, ბევრი ელოდა, რომ თვითონ რესპუბლიკელებში უფრო მეტ უკუგებას გამოიწვევდა ეს პროცესი და ძველი ეგრეთ წოდებული ქორები, რესპუბლიკელების, რეიგანის მიმდევრები შეიძლება ასე ითქვას, უფრო მკაფიოდ გამოეხმაურებოდნენ ზელენსკის სადმი ასეთ მოპყრობას ოვალურ კაბინეტში. რამდენად გამართლდა ეს მოლოდინი? რატომ ვკითხულობ ამას, ვიდრე საერთაშორისო შედეგებზე გადავალთ? ყველა ამბობს, რომ ტრამპი მოქმედებს ამერიკელი ამომრჩევლის წინაშე დადებული პირობის შესასრულებლად. ამერიკელ ამომრჩეველზე აქვს მას ეს ყველაფერი გათვლილი, რომ მალე უნდა შეწყვიტოს ეს ომი. ეს არის მისი წინასაარჩევნო დაპირება და ამ პირობის აღსასრულებლად ის აკეთებს ყველაფერს. აი ეს მინდა ვიკითხო, შიდა საზოგადოებაში რა რეაქცია მოყვა და გარდა ამისა თვითონ რესპუბლიკელებში რამდენად ჰქონდა მოსალოდნელი რეაქცია, რასაც ელოდით ჩვენ არ ვიცი. ძალიან კარგი კითხვა, რა თქმა უნდა, ერთგვაროვანი რეაქცია არ იყო რესპუბლიკელებში არიან ძალიან ბევრი ადამიანები, ვინც განსხვავებულად უყურებენ საგარეო პოლიტიკას, საშინაო პოლიტიკას, მაგრამ ტრამპს დღეს იმხელა პოლიტიკური მანდატი აქვს, რომ ამ პოლიტიკოსებმა რაღაცას ეს საჯაროდ არ გამოიტანეს და საჯაროდ არ გააკრიტიკეს. კი, კონგრესის ორივე პალატა მისია, კი ბატონო. რა თქმა უნდა, მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ შემდეგ მოხდა უკვე შეხვედრა ზელენსკისთან, ორპარტიული სენატორების და კონგრესმენების შეხვედრა, სადაც მათ დაუდასტურეს პატივისცემა და მხარდაჭერა ზელენსკის, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ არ უნდა დაგვაგვიწყდეს, რომ დღეს სერიოზული რეფორმებს ატარებს ტრამპის ადმინისტრაცია ქვეყნის შიგნით და ამიტომ მას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური მანდატი და დღესდღეობით ტრამპს რომელიმე თავის პარტიიდან ესე საჯარო და კაცრად დაუპირისპირდეს, ეს პოლიტიკურად ამა თუ იმ პოლიტიკოსისთვის არ იქნება სახარბიელო. აქედან გამომდინარე, მიუხედავად ამისა, ერთგვარი სიჩუმე შეიძლება შეინიშნებოდეს რესპუბლიკელების მხარეს, მაგრამ მათი თავარი ლიდერშიპი შეხვდა ზელენსკის და მათ კიდევ ერთხელ დაუდასტურეს მხარდაჭერა ამერიკელი ხალხის და რესპუბლიკური პარტიის მნიშვნელოვანი ნაწილის, რა თქმა უნდა. კი ბატონო, გადავიდეთ ახლა საერთაშორისო ასპექტზე. იანკელის პოსტი შემომხდა მაგალითად ტვიტერზე, რომელსაც უდევს ფოტო ლონდონის სამიტიდან და აწერია -1, პარტნიორების შეკრება -1. აი ეს მართლა პირველი შემთხვევაა უსაფრთხოების სტრატეგიაში დასავლელ მოკავშირეებთან ერთად ადგას თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები, ეს გასარკვევი გვაქვს. ანუ სანდო პარტნიორად კვლავ მივიჩნევთო, ყველამ აღნიშნა იქ მყოფმა შეერთებულ შტატებს, მაგრამ წინ არის გზა, რომ გეგმა, რომელიც იქ შეთანხმდა, ამერიკის პასუხი ამ გეგმაზე ჩვენ ჯერ არ ვიცით.
ნო, ერთი ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ დონალდ ტრამპი არის არატრადიციული პოლიტიკოსი. მას არ ახასიათებს ინსტიტუციური მიდგომა, მას არ ახასიათებს ტრადიციული მიდგომა. ის უფრო ტრანზაქციული პოლიტიკოსია, ის ძალიან ხშირად საინფორმაციო ველს ავსებს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით, ხშირად სკანდალური და როდესაც ყველა ცდილობს ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე თუ რა რეაქცია ექნებათ, ის უკვე დგავს ნაბიჯებს და ჩვენ უნდა დავაკვირდეთ იმ ნაბიჯებს, რა ნაბიჯებსაც ის დგავს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის შეთანხმება, რაც თქვენ აღწერეთ, ეგრეთ წოდებული მინერალებზე შეთანხმება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც შეიძლება გახდეს ქვაკუთხედი უკრაინის უსაფრთხოების. ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს, როდესაც დემოკრატიულ ქვეყანაში ზოგადად როდესაც პოლიტიკური ლიდერები საუბრობენ, ის პირველ რიგში თავის ამომრჩევლებს ესაუბრებიან. ტრამპის წინა პოლიტიკური განცხადებების არჩევნების წინ იყო, რომ ბაიდენის ხელისუფლება არა მიზნობრივად ხარჯავდა ამ თანხებს, რომ მილიარდობით დოლარს. ამიტომ ტრამპის განცხადება არის შემდეგი, ტრამპი თავის ამომრჩევლებს ესაუბრება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის გააგრძელებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, მაგრამ ის ასევე ამ შეთანხმებით უფრო მეტ დოლარს და ფინანსურ შესაძლებლობას მოუხდას თავის ქვეყანას. რადგანაც ადმინისტრაციაში ძალიან კარგად იციან, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ვერანაირად ვერ გააჩერებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგანაც ეს არის ეს ეკონომიკური ინტერესი, ეს იქნება უკვე გამსაზღვრელი იმ პოლიტიკასაც, რასაც უკვე ევროპელები შემოგთავაზებენ. ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ის პოლიტიკა, რაზეც ევროპელები დღეს საუბრობენ, ტრამპის დაწყებულია და მისი ადმინისტრაციის დაწყებულია. ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს ამერიკელების ეკონომიკური ინტერესი და მეორეს მხრივ ჩვენ გვეყოლება დაუშვათ ევროპელების სამხედრო კონტინგენტის განლაგება უკრაინის საზღვარზე. აქ ორი ფაქტორია. მინერალების შეთანხმებაზე ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს, რომ ჯერ შეთანხმება აღარ დგას ეს დღის წესრიგში და ის ზელენსკიმ ჩაშალაო. ანუ დიდი ვარაუდით ოვალურ კაბინეტში შესვლამდე მძიმე საუბრის ფონზე უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ რაღაცაზე არ თანხდება ზელენსკი, შედეგად არ მოეწერა ხელი შეთანხმებას. რა არის ის რაღაცა, რაც შეიძლება საჯაროდ არ გამოვიდა? ყოველ შემთხვევაში ზელენსკიმ ლონდონშიც გაუსვა ხაზი, რომ ის ტერიტორიებს არ დათმობს. და პუტინი რა შემთხვევაში წამოვა მოლაპარაკებებზე? რა არის განმსაზღვრელი მისთვის, ხომ? ეს არის ზელენსკის შეცვლა, პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლა, რასაც თვითონ ამბობს, და მეორე გარანტიები, რომ ნატო უკან წაიღებს მაგალითად ბუქარესტის გადაწყვეტილებას და დაივიწყებს ამ ფლანგს. ჩვენ ვაშინგტონში იყო რა თქმა უნდა განცხადებები, რომ ეს შეთანხმება დღეს მაგიდაზე აღარ დევს, მაგრამ ასევე არის განცხადებები, გამოდის ასევე თეთრი სახლიდან, ადმინისტრაციის სხვადასხვა წევრებიდან, რომ ამერიკის შეერთებული მზად არის ამ შეთანხმებაზე ხელი მოაწეროს. რადგანაც ეს არის მნიშვნელოვანი, ამერიკის ხელისუფლება ეუბნება თავის მოსახლეობას, რომ უკრაინაში არსებობს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინტერესი. და ეს ეკონომიკური ინტერესი რაღაცა დონით უკვე განსაზღვრავს მის პოლიტიკას უკრაინისადმი. და ამავე დროს, ეხლა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ გაყიდის იმას, რომ ის თავისი პირადი შემადგენლობით, თავისი სამხედრო კონტინგენტით დაიცავს რომელიმე ქვეყნის უსაფრთხოებას. ამერიკის შეერთებული შტატები ორმში იყო ჩართული ბოლო 20 წლის განმავლობაში და ამიტომ ეს საკითხი ძალიან არაპოპულარულია. მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იძახის, რომ უკრაინაში მაქვს ჩემი ეკონომიკური ინტერესი, ეს უკვე შეიძლება ჩაითვალოს ქვაკუთხედი უკრაინის მიმართ მისი საგარეო პოლიტიკის ფორმირების. ეკონომიკურ სარგებელს მოყვება იქ უსაფრთხოების გარანტია, მაგრამ აი CNN-ის წამყვანმა დათვალა, რომ ეს მოგება, რაც შეიძლება იყოს მინერალების შეთანხმებიდან უკრაინიდან ამერიკისთვის, ამერიკის ბიუჯეტის 1%-იც არ არისო. შესაბამისად ტრამპი ამის ძალიან ეფექტურად გაყიდვა საკუთარ აუდიტორიაში ვერ მოახერხებსო. მით უმეტეს ზუსტად აქ პოლიტიკურ მხარეს აქვს. ეს არის ზუსტად არავინ არ იცის რამდენია ეს მინერალი, ზუსტად არ იცის როგორ მოიპოვება, რამდენი დრო დაჭირდება, შეიძლება ამას 10 და 20 წელი დაჭირდეს, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს და ესაუბრება თავის მოქალაქეებს, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი უკრაინაში,
ეკონომიკური, იმიტომ რომ ის სამხედრო ინტერესს ვერ შეთავაზებს, ეს იქნება პოლიტიკურად წამგებიანი. ზუსტად ეს პოლიტიკური მხარდაჭერა ამ ეკონომიკური პროექტის მიმართ ეს არის მნიშვნელოვანი. კი ბატონო, დიახ, ძანეთ და სუბოლო კითხვა მექნება აქვე და რომ ევროატლანტიკური ბალანსი, აი ამ უსაფრთხოების ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა ერთად მოქმედი, ცივილიზებული სამყაროს მხსნელი, დემოკრატიული სამყაროს მხსნელი, დამგმობი იმის, ვინც არღვევს საერთაშორისო საზღვრებს და ასე შემდგომ. ამ ერთობას მომავალი აქვს? რა თქმა უნდა, ამ ერთობას მომავალი აქვს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ძალიან კაფიოდ განაცხადა, რომ ის ამ ნაბიჯებს არ გადადგავდა, მას მწვანე შუქი არ კონდეს ანთებული თეთრ სახლში. აქედან გამომდინარე, მე მჯერა, რომ ეს პარტნიორობა, ეს თანამშრომლობა გაგრძელდება და მე ვფიქრობ, რომ პუტინი და მისი ხელისუფლება ძალიან მძიმე მოლაპარაკების პროცესში მოუწევს შესვლა, რადგანაც მისთვის და პუტინისთვის ზოგადად წარმოუდგენელია, რომ ნატოს ინფრასტრუქტურა განლაგდეს უკრაინის ტერიტორიაზე და ევროპელების სამხედროების განლაგება, რომელსაც აუცილებლად ექნება ამერიკული საჰაერო კომპონენტი, დაზორვითი კომპონენტი, ეს ძალიან მნიშვნელოვანად გააძლიერებს დასავლეთს უკრაინაში და შემდეგ უკვე ძალიან რთულ პოზიციაში ჩააყენებს პუტინს და მის ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ძლიერის პოზიციიდან მოუწევს დასავლეთ საუბარი რუსეთს.